მოგესალმებით, სასწაულად მაღაში მომიწია გადმოსვლა და აღმოვაჩინე, რომ უამრავი თინეიჯერისათვის ჰელოვინი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. არა მარტო თინეიჯერებისათვის, ამაში მთელი ქალაქია ჩართული და 31 ოქტომბერს ნაკლებად თუ რაღაც ადამიანს, ვინც ჰელოვინში არ მონაწილეობს. სწორედ ამიტომ თხოვე გადამგებ ჯგუფს, რომ შემდეგი გადაცემისათვის თემა ჰელოვინი ყოფილიყო. ჩვენი ამ გადაღების თემა იყო ჰელოვინი. ჰელოვინის გაკეთების იდეა მოგვაწოდა აკომ, რომელიც არის პრაღაში და არის ჩვენთან ერთად. გამოგვაკლდა რაღაც მიზეზების გამო, იმიტომ სასწავლებლად იქ წასული. მაინც ჰელოვინურად არ გავაკეთეთ და გავაკეთეთ კარნავალის სავით. ძალიან ბევრი პერსონაჟის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ იმის გამო რომ ზოგმა ფეხი მოიტეხა, ზოგს არ ეცაუბრა რაღაცა, ძალიან შემცირდა ჩვენი პერსონაჟების რიცხვი. და გავაკეთეთ 4 პერსონაჟი. ეს ადამიანები განასახიერებენ ავტოპორტრეტებს, ანუ ერთი არის ფრიდა კაუს ავტოპორტრეტი, მეორე არის სალვადორ დალის ავტოპორტრეტი და მესამე პაბლო პიკასოს. მართალია პიკასოს არ აქვს ეგეთი ავტოპორტრეტი, მაგრამ ჩემ წარმოდგენაში ეგეთი არა. ზოგი პერსონაჟი, როდესაც ვაკეთებ თქვა რაღაცას, არის დაკომპლექსებული, აი არ მოსწონს ესე, არ უნდა რომ მას თმაზე რაღაც შეეხო, არ მოსწონს ის. მაგრამ მარიამმა მე ამაში ყველანაირად გამხსნა და მომცა ყველაფრის უფლება, რაც იყო საჭირო გამეკეთებინა. ძალიან მიხარია რომ ამ ყველაფერში ვღებულობ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს არის სრულიად განსხვავებული გარემო, ყველა სხვა გადაღებისგან განსხვავებით. არ აქვს ამ ყველაფერს ძალიან ოფიციალური და სერიოზული სახე. აქ ვართ თინეიჯერები, თინეიჯერებისთვის ვხალისობთ ერთობით და ამ ყველაფრისგან ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას. ფოტოსესიის რო დავამახსოვრდა ის, რომ ის კაცი დაგვიზევდა თავგადმოკლე ჯირი, უნდა გავიყარეთ სასწრაფოდ იქ შენობიდან და ზუსტად 300 ფოტო გადავიღეთ 3 წამში. ეგ იყო რეკორდული რაოდენობა, ხო? ჯეკ უაიტმა რო 6 საათში რო ალბომი ჩაწერა, ეგეთი ის ქონდა რა. დრო ეს გავაკეთე ისეთი და მე გამოვიქცეთ. რა ყველაფერი კარგად დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დროში ვიყავით შეზღუდულები. კატო მგონი შეძლო, რომ ეგეთი ვიყავი და კარგი იყო, საინტერესო იყო. ბავშვები ძალიან არტისტულები იყვნენ, რაც ძალიან დაეხმარა გადაღების პროცესს. გადაცემა საინტერესო იყო თემატიკიდან გამომდინარე, საინტერესო იყო კოსტიუმების შექმნა, გრიმის გაკეთება, რომელიც არ მგონია კიდევ ბევრ გადაცემაში შეგვიძლია ესეთი განსხვავებული გრიმი და ძალიან მომიდომეთ ყველამ. ნახოთ რა გამოვა.